საღამოში და ვისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. 4 წელი კოლაქში დატრიალებული ტრაგედიიდან 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმე გამოუძიებელია. ოჯახი კვლავ დამნაშავის პოვნას ითხოვს. წინა საარჩევნო კამპანია გააქტიურდა პაატა ბურჭულაძე გურჯაანში და სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერის დაპირებები. ეს არის ერთადერთი ზალა ჩვენი პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ასეთ სიძუხჭირიდან ამოყვანა. როცა ხარ დეპუტატი გურჯაანის ხალხის რჩეულია რა, ხალხის გვერდით უნდა დადგე და ხალხის ცხოვრებით უნდა იცხოვრო. ჩვენ გვინდა დეპუტატი, რომელიც იცნობს რაიონის პრობლემას. ირმა ინაშვილი ველისციხეში და მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა. მადლობა მინდა გადავუხადო თვითონ მომსვლელს, რომელიც თავის სურვილიდანებით მოვიდა და აქ არ იყო არანაირი დაძალება. ქართული ოცნების შეხვედრები ამომრჩეველთან. გავაცანით ჩემი ხედვა გურჯაანის რაიონის განვითარების. თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს მაჟორიტარობის კანდიდატის დაპირებები კარდენახის ამომრჩეველთან. უმუშევრობის პრობლემა, რომელიც პირდაპირ არის ჩემს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი, მე მჯერა რომ გურჯაანი იქნება მრეწველობის სამშობლო. და ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ღვინიაშვილი ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიაში ვრცელი ინტერვიუ რასპირდება იგი ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში და როგორ აფასებს პარლამენტში 2 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი განვლილ საქმიანობას. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ-დილის საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები და გადაცემები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგწებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ ცერკნებზე, მაგდისაზე და მაი ვიდეოზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ნაციონალური მოძრაობიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი, მანამდე კი დღის მთავარი თემები. სოფელ კოლაქში დატრიალებული ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე დღემდე გაუხსნელია. ოჯახი გამოძიების ხელახალ დაწყებას და დამნაშავების დასჯას უკვე 4 წელია ითხოვს. შემთხვევა 2012 წლის 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ბავშვი წყლის სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩვილი ქვევრში ჩავარდნამდე ცოცხალი იყო. გამოძიება მალევე დაიწყო და საქმეში FBI-ს ჩაერთო, თუმცა უშედეგოდ. შემთხვევის შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ერთ-ერთი პოლიტიკური მოტივი იყო აბრალებდნენ როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ასევე ქართულ ოცნებას. ეჭვი ჰქონდათ ოჯახის წევრებზეც. რეალურად რა გახდა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია. პაატა ბურჭულაძე გურჯაანში სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერი დღეს გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წინ ამომრჩეველს შეხვდა. შემდეგ კი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით კულტურის ცენტრის წინ გადაინაცვლეს. მან მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, პენსიის 250 ლარამდე გაზრდას და უკეთეს ცხოვრებას დაპირდა. პარტიის წევრების განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯები განახევდება, საიდანაც დაზოგილი თანხა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება და ასევე 1 მილიონი გაჭირვებული ადამიანი უფასო მედიკამენტების პროგრამით ისარგებლებს. პაატა ბურჭულაძემ რაიონის მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ხაზიური და მათ მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მედიკამენტები იქნება დაფინანსებული 1 მილიონი ადამიანისთვის. ეს არის ერთადერთი ზალა ჩვენი პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ასეთ სიძუხჭირიდან ამოყვანა და რომელსაც შეუძლია რომ მართლა გაჭირებულ ადამიანს დაეხმაროს, გლეხს და გაჭირებულ ადამიანს. და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი არა დარწმუნებული ვარ, ისე რომ 8 რიცხვამდე ძალიან ცოტა დარჩა. მინდა ხალხში იმედის ნაბრძალი კიდევ ერთხელ გავაღვიძო იმისთვის, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, კიდე ცხოვრება შეიძლება რომ უკეთესობით შეიცვალოს. და რა თქმა უნდა, თუ კიდე 4 წელი ღმერთმა არ აქნას და ოცნება დარჩა, ძალიან ძნელი იქნება. ციტყვი წარმოუდგენელი იქნება ქვეყნის ფერზე დაყენება. ამიტომ დროზეა შესაძლებელი. როცა ხარ დეპუტატი გურჯაანის ხალხის რჩეულია რა, ხალხის გვერდით უნდა დადგე და ხალხის ცხოვრებით უნდა იცხოვრო. აი ზუსტად მაგას ვაპირებ მე გიორგი ხაზიური აუცილებლად მე პირადად, რომ ხალხის გვერდით და ხალხის ცხოვრებით ვიცხოვრო. ყველა სოფელში მე ჩემი ინიციატივა არის, ყველა სოფელში მეყოლება მე წარმომადგენელი, რომლის საშუალებითაც სოფლის პულსზე და მაჯის თემაზე მექნება თითი დადებული და 24 საათის განმავლობაში მექნება ინფორმაცია ამა თუ იმ სოფელში რა ხდება, როგორ არის, როგორ უჭის ხალხს და მე ვიქნები ხალხის ხელში ფარი, რითაც ხალხის უფლებები დავიცავთ და მახვილი, რითაც
მე ყველას დაუპირისპირდები, ვინც დააპირებს ხალხის უფლებების დარღვევას. და ბურჯულაძე არის გაჭირვებული ხალხის თალყვესი და მე იმედი მაქვს, რომ ყველა გაჭირებულს მის არჩევნის შემთხვევაში გვერდზე დაუდგება და სიღარიბის ზღვიდან ამოეყვა. მე მჯერა მისი მით უმეტეს აი ხალხი ბევრისგან მომისმენია რომ აი მომღერალია და მაგან რა უნდა მე ძალიან მომწონს ამის საუბარი ჯერა რომ ის გულწრფელად ამობს ამ ყველაფერს და რასაც გვპირდება ყველაფერს შეასრულებს. ვიცნობთ ფონდი იავნანიდან და ძალიან აი კარგ ადამიანად მიმაჩნია და მაქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს რომ მართლა და ხალხის გვერდზე დადგება და პოლიტიკა არ შეცვლის ამ ადამიანს. მართლა ადამიანი რაც არის ისე ვის დარჩება და ყველა პირობისა მჯერა. წინა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დღეს მაყულის პლანტაციები და ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი შატო ზეგანის ტურისტულ კომპლექსსაც ესტუმრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ასეთი ობიექტების სიმრავლე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია. მორიგი შეხვედრა კი მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გურჯაანში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან გამართა. დავით სონღულაშვილმა მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მისი ხედვით რაიონის განვითარებისთვის აუცილებელია. მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივობებს ეკა თეთრაძე ესწრებოდა. გაშენება, გასვლა. ფერმერ იზოლდა ქიტესაშვილის მიერ 4 ჰექტარზე გაშენებული მაყულის პლანტაციები დღეს ქართული ოცნების გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოინახულა. დავით სონღულაშვილი უეკლო მაყულის წარმოების ტექნოლოგიითა და რეალიზაციის საკითხით დაინტერესდა. ამის შემდეგ კანდიდატმა ფერმერთან ერთად სასოფლო სამეურნეო კოოპერატივ გილეს ხილის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა. რეგიონისთვის ესეთი პროექტები ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტობრივად გარდა ხურძნისა და ატმისა და იმ ტრადიციული კულტურებისა, რაც გურჯაანის რაიონში არის, ესეთი ინოვატორული იდეები ძალიან მისასალმებელია, მით უმეტეს როცა საკმაოდ გაამართლა. ხილის გადამამუშავებელი საწარმო USAID-ის პროექტის ფარგლებში აღიჭურვა. ასევე მის განსავითარებლად ქიტესაშვილების ოჯახმა სახელმწიფოს ხელშეწყობით იაფის ესხით ისარგებლა. მომავალი კვირიდან საწარმო აქტიურ მუშაობას შეუდგება. ეს არის სახელმწიფოს ძალიან დიდი ხელშეწყობა, ჩვენ 1%-ს ვიხდით, სახელმწიფო დანარჩენ პროცენტს გვიხდით. არა ეს პროექტი ჩვენ ვერანაირად ვერ განვავითარებდით ჩვენ საქმიანობას, ვერ გავაკეთებდით ამ საწარმოს. წინა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა დაათვალიერა ასევე შატო ზეგაანის ტურისტული კომპლექსი, რომელიც 2015 წლიდან სოფელ ზეგაანში ფუნქციონირებს და ღვინის მარანსა და საოჯახო სასტუმროს აერთიანებს. როგორც ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ასეთი ობიექტები მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია. რაიონისთვის თავისთავად ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ობიექტები, რა სიმრავლე, რადგან ხელს უწყობს თავისთავად ცხადია ერთ ობლიგობაში ტურიზმის განვითარებას. და აგრეთვე რაც აღნიშნე ამდენჯერმე ჩემს წინა საუბრებში ექსკლუზიური ღვინოების განვითარებას. მორიგი შეხვედრა კი მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გურჯაანში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან გამართა. დავით სონღულაშვილმა მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით რაიონის განვითარებისთვის აუცილებელია. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის დეპუტატის მანდატი პირველ რიგში საქმის კეთების შესაძლებლობაა. გავაცანით ჩემი ხედვა გურჯაანის რაიონის განვითარების, რასაც თავისთავად ცხადია ძალიან დიდი როლი არის მათ კულტურის სფეროს მოღვაწეების და სპორტის სფეროს მოღვაწეების, იმიტომ რომ ის ახალგაზრდობა, ის საზოგადოება, რომელიც მათთან იყრის თავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის და რაიონის განვითარებისთვის. ამიტომ მათი გვერდში დგომა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჯამში ერთად შეძლოთ თითოეული მიმართულებით განავითაროთ ქვეყანა და განავითაროთ რაიონი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მე ამ პიროვნებას არ ვიცნობდი. აბსოლუტურად ამომწურავად ილაპარაკა იმ გეგმებზე, იმ პროექტებზე, რაც აქვს დასახული მიზნად. მე რაც მინდა რომ ყველაფერს გააკეთებს შეძლებს დაგვარად. რა თქმა უნდა ჩვენი ხელშეწყობით. დავით სონღულაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს.
ირმა ინაშვილი კახეთში და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ველისციხეში. ველისციხის თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მოუწოდა, რომ ხმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ნათია გიორგაძეს მისცენ. მან დეპუტატის პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და ამომრჩეველს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრა კონცერტით დასრულდა. თუ რას დაპირდა გამარჯვების შემთხვევაში ნათია გიორგაძე გურჯაანელებს, შეხვედრის დეტალები ვერა იაშვილის სიუჟეტში. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნათია გიორგაძის მხარდასაჭერად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ხალხი ველისციხის თეატრში შეიკრიბა. შეხვედრას პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილის დაესწრო. მან ნათია გიორგაძე მოსახლეობას წარუდგინა, დეპუტატის პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და პატრიოტთა ალიანსის მთავარი გზავნილებით შეახსენა ხალხს. ჩვენ გვინდა დეპუტატი, რომელიც იცნობს რაიონის პრობლემას, რომელსაც უყვარს ხალხი, რომელიც ტირის მაშინ როცა ადამიანს ეტირება. ციფრული ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევისთვის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება, სოციალური დახმარებების დანიშვნის მეთოდოლოგიის ახლიდან გადახედვა, ახალგაზრდების წარმატებისთვის და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად სპეციალური ფონდის შექმნა და ადგილობრივი რეფერენდუმების სისტემის დანერგვა. ამ პრობლემების მოგვარებას დაპირდა ნათია გიორგაძე შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თვითონ მომსვლელს, რომელიც თავის სურვილიდანებით მოვიდა და აქ არ იყო არანაირი დაძალება. მართლა ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რაზეც ძალიან კმაყოფილი გახლავართ და მინდა ვუთხრა ჩვენი მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს. მე ვიქნები განსხვავებული დეპუტატი, მე ვიქნები მათ გვერდით. თითოეული მათი პრობლემა იქნება ჩემი პრობლემა და ვიქნები უფრო მეტად ასოცირებული ხალხში. მე მიხარია, რომ ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ველისციხეში. მიხარია ისიც, რომ გვყავს კარგი კანდიდატი გურჯაანში, ნათია გიორგაძე. ვფიქრობ, კახეთში ძალიან სერიოზული წარმატება ექნება პატრიოტთა ალიანს. მე ვფიქრობ, რომ ყველა სხვა პარტიასთან შედარებით ჩვენი პროგრამა არის ძალიან ზუსტი, ძალიან მოზომილი და არა გაწელილი წლებზე 10 წელი, 20 წელი, არამედ მოკლევადიანი პროექტები. დღეს აქ მე ვნახე სრული ანშლაგი, დიდი ინტერესი საზოგადოების, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს უკვე კანდიდატი კი არა, პოტენციური პარლამენტის წევრია. ველისციხის კულტურის სახლში შეკრებილმა ხალხმა ნათია გიორგაძის გურჯაანის დეპუტატად არჩევის შემთხვევაში იმედი გამოთქვა, რომ დღემდე მოუგვარებელ პირად პრობლემებსა თუ სოფლის საკითხებს გადაუჭრით. რატომ უჭერთ ამ პარტიას ხარს? იმიტომ რომ არის სამართლიანი პარტია და მიგვაჩნია რომ ეს პარტია გადაარჩენს საქართველოს. ნათია გიორგაძეზე გაგვიგია ძალიან ბევრი რამ, სმენია ყვარელში და ჩვენ უჭერთ ხარს. ყველა გაჭირვებულის, ყველა დავარდნილის, ყველა უბედურის, სულ გვერდზე უდგა, ყველა სახლებში მიდის, ყველა ყურადღებას იპყრობს. აი ესეთი ადამიანები ძალიან იშვიათები არიან. პატრიოტთა ალიანსის გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნათია გიორგაძისადმი მხარდასაჭერის შეხვედრა ველისციხის თეატრში კონცერტით დასრულდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნათია გიორგაძე, როგორც ამბობს, ამომრჩეველთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სოფლებში კვლავ აქტიურად გააგრძელებს. დასაქმებას, გურჯაანში მრეწველობის განვითარებას და ქარხნებისა და ფაბრიკების ამუშავებას დაპირდა ამომრჩეველს თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი შოშიაშვილი. კანდიდატი კარდენახის მოსახლეობას შეხვდა, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრას ჩვენი ჟურნალისტი ეთერ თეთრაძე ესწრებოდა. თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო. ის ამჯერად კარდენახის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ის ამომრჩეველს დასაქმებას, გურჯაანში მრეწველობის განვითარებას და ქარხნებისა და ფაბრიკების ამუშავებას დაპირდა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. მან ამომრჩეველს სთხოვა, რომ 8 ოქტომბერს გონივრული არჩევანი გააკეთოს და ხმას საუკეთესოს მისცეს. საარჩევნო შეხვედრები აქტიურ ფაზაშია გადასული. ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით უამრავ ადამიანს, ვეცნობით სოფლის ძირითად პრობლემებს. ამჯერად მოვისმინეთ სოფელი კარდენახის პრობლემები, სადაც 21 საუკუნეში კიდევ არსებობს გზის პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა, წყლის პრობლემა და რაც მთავარია და
ყველაზე პრიორიტეტულია ეს არის უმუშევრობის პრობლემა, რომელიც პირდაპირ არის ჩემს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი. მე მჯერა რომ გურჯაანი იქნება მრეწველობის სამშობლო, შესაბამისად ამ ადამიანებს მოусმინე, მათგან მხარდაჭერა ავიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას 2016 წლის 8 ოქტომბერს. თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრა იოსებ ნონეშვილის მუზეუმთან გამართა. მოსახლეობამ ვალერი შოშიაშვილს მოусმინა, შემდეგ კი სოფელში არსებული პრობლემები გააცნო. როგორც მათ აღნიშნეს, ამ უბანში სასმელი წყლის სანიაღვრე არხების და გზის საკითხებია მოსაგვარებელი. არადა სწორედ ეს გზა აკავშირებს მოსახლეობას მუზეუმთან, საბავშვო ბაღსა და სასაფლაოსთან. პირდება ყველაფერს, რომ უკეთესი პირობები გვექნება. აი ჩვენ მაგალითად არა გვაქვს გზა, სასაფლაო აქეთ არის, ყველა აქეთ დადის, 2 მუზეუმია, ბიბლიოთეკა, ღვინის ქარხანა და გზა არ არის შვილო, საბავშვო ბაღია. ძალიან გვიჭირს, ძალიან ამ გზის ამბავი. და ძალიან კარგად ისაუბრა მე მეწონა. აი ნახოთ ახლა ერთი აიქნება, გააკეთონ ყველაფერი, გზა გააკეთონ, ხალხი მიხედონ, გლეხებს მოგხედონ, აი გლეხებს. შხამ ქიმიკატები დაარიგონ, უფასოდ ცოტა რაღაცა, რომ ხარისხიანიო. 30 ტონა ყურძენი უნდა დემეკლიფენა უნდა 800 კილო მიიღო, ცოდო არ არის გაც. ერთადერთი სასაფლაოს გზა პირველ რიგში და გვირების პარკი არის. არ არის ვაფშე გზა ფეხით ვერ აივდი. რასაც დაგვპირდა, მე მგონი რომ შეასრულებს და ეთყობა რომ კარგი ადამიანი. თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინა საარჩევნო შეხვედრების გამართვას ყველა სოფელში გეგმავს. თუ რას პირდება ამ მომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი ამას რამდენიმე წამში თავად მისგან შეიტყობთ. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს, რომელიც დღეს გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავწერეთ. ჩვენი სტუმარია ნაციონალური მოძრაობიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. ალბათ ამდენი კონკურენტი არ ყოლიათ, 12 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის დღეს გურჯაანში. მე მაინტერესებს თქვენი შეფასებით, რითი ხართ გამორჩეული ამ კანდიდატებისგან და რატომ უნდა გენდოთ ამ მორჩეული მესამედ და დაგიჭიროთ მხარი. მოგესალმებით, ნინო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენ ფაქტია, ვიცით რომ ყველა თან ხდება ამ 4 წლის განმავლობაში ქართული მაოცნებამ სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დგას უკუსვლის გზაზე, შემცირდა ეკონომიკა და თითქმის ყველა სფეროს ეხება უკუსვლა. ჩვენ დღეს ისეთ რეჟიმში ვართ, რომ მოსახლეობას უნდა ველაპარაკოთ მომავალზე. თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ მე მინდა ცოტა მოკლედ შევეხო განვლილ პერიოდსაც და მე მინდა ავხსნა ის თუ რატომ უნდა დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ გვახსოვს როგორი საქართველო იყო. ჩაბნელებული საქართველო, ჩამონგრეული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, აბსოლუტურად სახელმწიფოებრობა აღარ ქონდა თითქმის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ქვეყანაში დავამარცხეთ უშუქობა, უგაზობა, უწყლოობა, უგზაობა, დავამარცხეთ კორუფცია, დავამარცხეთ კრიმინალი და ჩვენ აბსოლუტურად ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოვაყალიბეთ. ახალი პოლიცია ავაშენეთ, ახალი ჯარი ავაშენეთ. თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში კორუფციას მიხონდა ყველაფერი. ჩვენ დაგვხვდა ბიუჯეტში 600 მილიონი. ჩვენ ამ ხელისუფლებას დავახვედრეთ 9 მილიარდი 2012 წლისთვის. ანუ ამით მე მინდა თქვა და ჩვენს მოსახლეობას უთხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის შენება და რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა გამოიყვანოს ამ მძიმე მდგომარეობას. ანუ ჩვენ ვიცით საქმის კეთება. ბატონო გიორგი, დიახ, ქართული ოცნებაც ასეთ თulis ხოლმე იმ სიკეთებს, რაც 4 წლის განმავლობაში გააკეთა და ხშირად ოპონენტები ნაციონალურ მოძრაობას გახსენებენ ხოლმე, რომ თქვენ 9 წელი იყავით ხელისუფლებაში და რატომ არ მოუგვარეთ ხალხს ელემენტარული წყლის პრობლემა, რატომ მაშინ არ ღირდა ყურძენი 1 ლარზე მეტი და კიდევ სხვა დაპირებებს გახსენებენ ხოლმე, თქვენ რას უპასუხებთ მათ?
მე ამ საკითხებზე აუცილებლად ვილაპარაკებ, უბრალოდ ერთი რამეა, რა ჩვენ ხარ ვლაპარაკობთ სხვა ქვეყანაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს და ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ ბრძენია და ხედავს ჩვენი მოსახლეობა რა კეთდებოდა ჩვენ დროს, რა კეთდება ეხლა. ჩვენ აბსოლუტურად მე არასდროს არ ვიტყვი იმას, რომ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ უბრალოდ მართლა ახალი ქართული სახელმწიფო ავაშენეთ ჩვენ და რადიკალურად ეხლა როგორ შეიძლება შევადაროთ 2012 წლის საქართველოს 2004 წლის საქართველოს. მე ხშირად მეკითხებიან, აი რა გაკეთდა დაუშვათ ჩემ, როდესაც მე გავხდი მაჟორიტარი დეპუტატი და მე ამ საკითხებსაც მოკლედ შევეხები და შემდეგ ვილაპარაკოთ მომავალზე. მე როდესაც გურჯაანის რაიონმა ამირჩია, ეს იყო 2008 წელი, 2008-ში დავიწყე და 2012 წლამდე ჩვენ ფაქტიურად გურჯაანის რაიონში დავასრულეთ გაზიფიცირება. დარჩა 4 სოფელი. სადაც მაგალითად ჯიმიტში 2012 წელს ჩვენ დავიწყეთ გაზის შეყვანა, იქ რამოდენიმე უბანს ამ სოფელში აქვს გაზი, მაგრამ 4 წლის განმავლობაში თითითიც ზიარდადებულა ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან და დღეს ჯიმიტი ფაქტობრივად არის უგაზოდ. როდესაც ჯიმიტშიც, კალაურშიც, ვაჩნაძიანშიც და კახიფარშიც 2013 წლისთვის უნდა მოხდარიყო გაზიფიცირება. ბატონო გიორგი, შეიძლება მოსახლეობა კითხოთ, რომ თქვენ ხომ იყავით მაჟორიტარი დეპუტატი, რატომ ვერ მოგიგვარეთ ეს პრობლემა და რატომ არ მიიყვანეთ ეს საქმე ბოლომდე? კი ბატონო, მე ერთი რამ მინდა ვთქვა. მე ყოველთვის ვიდექი ჩემი გურჯაანელების გვერდით. მე ყოველთვის ვიცავდი ჩემი გურჯაანის ინტერესებს, ჩემი შესაძლებლობის და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ გამოდის ამ ხელისუფლებასთან არანაირი თანამშრომლობა, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენლანძღვას გადააყოლა ამ ხელისუფლებამ მთელი ეს დრო და ამ დროს გაექცათ სადავეები და ქვეყანა წავიდა უკან. ნაცვლად იმისა, რომ საქმე ეკეთებინათ, ჩვენ დევნას და ჩვენს ლანძღვას და 1000 სიბინძურის დაბრალებას მოანდომეს. მე თუ შეიძლება გავაგრძელებ ეს რაც შეეხება გაზიფიცირებას. ქალაქ გურჯაანში ჩვენ დროს დაიწყო და დამთავრდა წყალმომარაგების პროექტი. ჩვენ ყველანაირი რესურსის შევქმნით, რომ ქალაქ გურჯაანს ქონოდა 24 საათიანი დენი. დღეს როგორც ყველა ხედავთ, ქალაქ გურჯაანში არის გრაფიკით წყალი. ესეც გაუგებარია, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ გქონდა. ჩვენ თითქმის ყველა სოფელში ინტერესებს მოსახლეობას კიდევ რომ აგირჩიოთ 4 წელი, რა დაპირებებს შეუსრულებთ, რა სპირდებით მათ? კი, აუცილებლად მე მომავალზე ვისაუბრებ, უბრალოდ მინდა დროში რო ვარ შეზღუდული. კი ბატონო, მე მაქსიმალურად სწრაფად ვიტყვი, ჩვენ არ დავტოვეთ სოფელი, სადაც არ მოწესრიგდა წყლის სათავე ნაგებობები. ზოგიერთ ისეთ სოფელში შევიდა წყალი, სადაც 40 წელი არ ყოფილა წყალი. მე ასეთ მაგრამ დღეს კვლავ არის ეს პრობლემა. კი ბატონო, ქართულ ოცნებას ეს პროექტები უბრალოდ უნდა დაესრულებინა. მაგალითად, წითელუბანში, ქალაქ გურჯაანში ჩვენ საერთოდ 30-40 წელი ამ უბანში არ იყო. დიახ, ბატონო გიორგი, შეიძლება ქართულმა ოცნებამ გიპასუხოთ, რომ აი თქვენ იყავით მაჟორიტარი დეპუტატი, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ყოფილა და როგორ მოვაგვარებდით ამ პრობლემას? აი ამ შემთხვევაში რას უპასუხებთ? როგორ ვეკადრებათ ახლა მე როგორ იტყვის ხელისუფლება, რომ შეიძლება მაჟორიტარმა დეპუტატმა რამეში შეუშალოს ხელი, ხო? და დეპუტატს არც ევალება, მე მგონია. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო, ეს ხელისუფლება არის არაფრის გამკეთებელი, სამსახურებში დასაქმებულები არიან მათი ნათესავები და მეგობრები, ყველა პროგრამას, ტენდერებს თუ ასე შემდეგ იგებენ მათი ახლობლები და ნათესავები და დაკავებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ ნაკურთხი პრემიების აღებით და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობისთვის. ქალაქ გურჯაანში მე გავაგრძელებ თუ შეიძლება რა, ყველა მაღალი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის პრობლემა მოვაგვარეთ. ვიცი რომ პრობლემებია ამ კორპუსებში, სარდაფების, ეზოებია მოუწყობელი, რასაც აუცილებლად ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, გავაკეთებთ. ჩვენ დავიწყეთ სკოლების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციები. არაერთი სკოლა გარემონტდა და სოფელ მელანში საერთოდ ახალი სკოლა ავაშენეთ. მილიონიანი პროექტი. გურჯაანში ავაშენეთ იუსტიციის სახლი. ავაშენეთ შაშიანში, კაჭრეთში მინი იუსტიციის სახლები. აშენდა 100-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო. მოვაწესრიგეთ სოფელ ბაკურციხეში დევნილთა კორპუსები. ეს ყველაფერი იცის მაყურებელმა კიდევ რას გაუკეთებთ, რას პირდებით ამოწყოლში დიახ რო გადავიდეთ დიახ. ჩვენ გურჯაანში თანამედროვე სტანდარტების სპორტ კომპლექსი ავაშენეთ. სადაც 4 წლის განმავლობაში ჩვენ რომ წავედით ხელისუფლებიდან სავსე აუზი დავახვედრეთ. 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ამ ხელისუფლებამ რომ ამაუში ჩაეწყა. ხო და ერთი დღე იმუშავა ამ აუზმა და გუშინ ქონდა ახალ. სულ გვეუბნებია რომ რაღაც თითქოს უხარისხო დავტოვეთ და შეკაიდეთ მამიშვილო თუ რამე უხარისხოა 4 წლის განმავლობაში გააკეთე. შეაკეთე ის თუ ეხლა ჯერ ერთი კიდევ ვიმეორებ რომ დავტოვეთ ის. ჩვენ როდესაც ტურიზმზე ვლაპარაკობთ და ხალხის დასაქმებაზე ვლაპარაკობთ თუნდაც
უნიკალური პროექტი გქონდა ჩვენ მართლაც უნიკალურ კურორტზე, რასაც ახტალა ქვია. მაგრამ 2012 წლის მერე დასრულდა ყველაფერი. აი თქვენ იმ დღეს რუსთავიორის ეთერში დამისვით შეკითხვა, რომ აი როგორ დაასახმებთ ადამიანებს. დიახ, საინტერესოა რომ მიპასუხოთ. იგივე ახტალა, იგივე ვეჯინში ყოფილი პანსიონატის შენობაში კეთდებოდა ისეთი კომპლექსი, რომ სადაც ვეჯინელები და ასევე სხვა სოფლელები დასაქმდებოდა. როდესაც კახეთში მართლა ბუმი მიმდინარეობდა აღშენებლობის, მათ შორის გურჯაანში მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თელავის რეაბილიტაცია მოახდინეთ, ყვარლის რეაბილიტაცია მოახდინეთ. მარტო მაშინ 4000 ადამიანი იყო აქ დასაქმებული და ის შეჩერებული პროექტები, რომ გაგრძელდეს, ხო? მარტო გურჯაანში მინიმუმ 500 ადამიანი იქნება დასაქმებული. ასევე მე არ მინდა წარსულზე ვილაპარაკო ბევრი, მაგრამ ჩვენ ძირითადი გზები გავაკეთეთ. კარდენახში ცენტრალური ტრასის რკინიგზის სადგურთან დამაკავშირებელი, გურჯაანში ყოვლადწმინდის გზა გავაკეთეთ. არაშენდის 6 კილომეტრიანი ტრასიდან დამაკავშირებელი, კაჭრეთინანიანის გზა, ვაჩნაძიანების სასაფლაოსთან მიმავალი, თვითონ ვეჯინში ამ პანსიონატთან მიმავალი გზები გავაკეთეთ. გურჯაანს, ქალაქ გურჯაანს არ ქონდა ერთი მართლმადიდებლური ეკლესიაც კი. ზოგადად ამ ხრივ გურჯაანის რაიონი მდიდარია, მაგრამ ქალაქ გურჯაანს ეს არ ქონდა. ეს იყო ხალხის თხოვნა 2008 წელს დავიწყეთ და 2012 წელს მივიღეთ ჩვენ ძალიან ლამაზი სამების სახელობის ეკლესია და მე მინდა რომ ეს სამების ტაძარი ფარავდეს თითოეულ გურჯაანელს, თითოეულ ოჯახს. მე არ შეიძლება გარჩება და რატომ დაგირჩეთ ამ მომრჩეველობა და დაიჭერეთ არ შეიძლება რო არ შევახორ თველს. ბოლო წლების განმავლობაში თველი მიდის სამარცხვინოდ. ფასი არის განახევრებული, ლარი არის გაუფასურებული, 40%-ით არის ლარი გაუფასურებული და ადამიანები მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც შარშან და წელს თავის საკუთარ შვილს, მოსწავლეშვილს და სტუდენტშვილს ვერ უყიდა ახალი ტასაცი. თუმცა თქვენი ხელისუფლების პერიოდში ძალიან დაბალი იყო 15 თეთრები და მაშინაც. მე გეტყვით ახლა 2012 წელს ჩვენ ლარი გავხადეთ, ლარი. ისა ყურძენი გავხადეთ ლარი. საფერავი. არა, საფერავიც და კაცითელის ღირდა 2012 წელს ლარი. როდესაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ამბობდა მაშინ, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყურძენი უნდა ღირდეს ლარი. დღეს რა მივიღეთ? საერთოდ ამ ხელისუფლებამ ეს მარტო ყურძენს არ ეხება. ავიღოთ მაგალითად ატამი. 2011-12 წლებში ძალიან წარმატებულად გადიოდა ატამი, თუნდაც ჩვენს მეზობელ თუმცა მაშინაც იყო სერიოზული პრობლემა, ვერ იყიდებოდა მე მახსოვს. ნელ-ნელა იზრდებოდა სახელმწიფო და ამ ხელისუფლებამ როგორც ქვეყნის შიგნით გააფუჭა საქმე, ისევე გაიფუჭა საქმე ჩვენს მეზობელ მეგობარ ქვეყნებთან. მარტო აზერბაიჯანში 280 მილიონით არის შემცირებული ექსპორტი. ამიტომ ჩვენ მე გადავალ იმაზე, რომ დიახ, მოკლედ რო თქვათ, რა მე არასდროს არ მომიტყუებია ჩემი ამომრჩეველი, მე არასდროს არ მიღალატია ჩემი გურჯაანელებისთვის და ეს მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ პირდებით გურჯაანელებს, რომ გამარჯვებიდან პირველივე თვეს ნოემბრიდან პენსიები გაიზრდება 50 ლარი. ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს. ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილებს, გაიზრდება პედაგოგების პენსია, გაიზრდება სასკოლო ვაუჩერები. შეღავათებს დავაწესებთ მცირე და საშუალო ბიზნესში, აი ზუსტად რომელმაც უნდა მოიტანოს ეს სამუშაო ადგილები. მე მინდა შევახსენო და ვთხოვო ჩვენს გურჯაანელებს. არჩევნები ტარდება, როდესაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. 4 წელი გავიდა ჩვენი ცხოვრების 4 წელიც. ამიტომ ჩვენს ქვეყანას ექსპერიმენტების დრო არ აქვს. მე ვეუბნები ჩემს გურჯაანელებს, რომ ღმერთმა არქნას და ქართული ოცნება თუ დარჩა ხელისუფლებაში, საქართველოს წავა კიდევ უფრო უკან. 30-40 წლით მოახერხეს ამათ, რომ ჩვენ უკან დავხვიეს, მაგრამ მე პირობას ვიძლევი, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც შეძლებს ქვეყნის ამომძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანას. მადლობა ბატონო გიორგი და ბოლოს მაინტერესებს თქვენ ვის მიიჩნევთ კონკურენტად. მე არ შეიძლება ეს ვარ თქვა რა. საარჩევნო გარემო არის ძალიან ცუდი გურჯაანში, იმიტომ რომ პედაგოგებს, სკოლის პედაგოგებს, საბავშვო ბაღის პედაგოგებს ზუსტად ვიცით, სახელი და გვარებით ვიცით ეს თანამდებობის პირები, რომლებიც აშანტაჟებენ, რომლებიც ემუქრებენ, რომლებიც ჩვენს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით და ამის დრო მოვა და აუცილებლად ვიტყვით ყველაფერს. მე არ ვამბობ, რომ რამე შურიზიებას დავიწყებთ, მე არ ვამბობ, რომ ისა, იმიტომ რომ ჩვენი ბრიფინგიც იყო ჩვენი ლიდერების გუშინ, კიდევ ვამბობთ. ძალიან ბევრი ადამიანი შეცდა იმ დაპირებების გამო, რომელმაც მისცეს ოცნებას ხმა. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს. მთავარია გაკეთდეს ახლა სწორი არჩევანი, რომ ქვეყანა მართლა დადგეს იმ რელსებზე, რომლითაც წინ უნდა იაროს. დამთავრდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, დამთავრდება ქვეყანაში ყველანაირი შურიზიება, მე ვარ ამის გარანტი, გურჯაანელებს ვაძლევ ამის პირობას, რომ
არავიზე არ ჩურს ვიძიებთ, არაფერი, ეს უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ნახეთ ამ 4 წელიწადში სადამდე მიგვიყვანა ამან. ამიტომ ყველა გურჯაანელს ვთხოვ, მივიდნენ, შევიდნენ საარჩევნო კაბინეტში, არ დაემორჩილონ არავის მუქარას. მე ხლა, რასაც ესენი პედაგოგებს აკადრებენ, ხო, მე არასდროს არ ვაკადრებდი. ყველა პედ კოლექტივთან მქონდა მეგობრული ურთიერთობა. და მე ამ მეგობრულ და ჰარმონიულ ურთიერთობებით თან საქმეს ვაკეთებდით. აკადრებენ იმას, რომ პრემიერი ჩამოვა, მუქარით მიყავთ, ოცნების კანდიდატი მივა უამრავი ფაქტებია ასეთი და რომელსაც ჩვენ აუცილებლად ვიტყვით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ახლა არ ჯობია 8 ოქტომბერს მე მოუწოდებ უბრალოდ ხელისუფლებას დაანებოს ამას თავი, მაგრამ ხალხს მოუწოდებ რომ არ მოусმინონ და გადაწყვეტილება მიიღონ თუ როგორ რაც მათ უკარნახებ თავისი გონება. ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 8 ოქტომბერს წყდება არა რომელიმე პარტიას შორის დავა და ქილიკი. 8 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეული გურჯაანელის ბედი. მე მჯერა რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და გავიმარჯვებთ ჩვენ. დიახ, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდით. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემაში მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი. დიდი მადლობა. შპს არქიმედეს კლინიკა 1 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ამბულატორიაში დილის 10 საათიდან 17 საათამდე უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს. მოსახლეობას საშუალება ექნება პედიატრის, თერაპევტის, ქირურგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროპათოლოგის, ონკოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაციები უფასოდ მიიღოს. ასევე ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული შემოწმებაც ჩაიტარონ. გენდერი იწყება ჩემით ამ სახელწოდებით კახეთში ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელ ლელიანის დასრულთა განათლების ცენტრში მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გვალი მაგიდისა და საჯარო ლექციების ფორმატში საუბრები თემაზე ოჯახში ძალადობა და ადამიანის უფლებები. პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის მიზანია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის და ძალადობის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური აქტიურობისათვის. პროექტი საქართველოს 4 რეგიონში ხორციელდება და ხვალ 30 სექტემბერს დასრულდება. ეს არის საინფორმაციო კამპანია გენდერის თემაზე, გენდერის საკითხებთან დაკავშირებით და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო აქტივობებს, ისე საინფორმაციო კამპანიის სახე აქვს მას. ფესტივალი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის და ძალადობის პრევენციის საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მეტი ინფორმაციის მიწოდებას ამ საკითხებზე. ფესტივალის პროგრამა არის მრავალფეროვანი, ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათის და ემსახურება მიმართულია ადამიანის უფლებათა სწავლებაზე. პროექტის აწარმოე საქართველოში ფარგლებში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა. დღეს თბილისში კომპანია ნუტრიმაქსის მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვები ქარხანა გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის საფინანსო და სოფლის მეურნეობის სექტორების წარმომადგენლებმა. საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოამარაგებს. ქარხნის წარმადობა წლიურად 50,000 ტონა კომბინირებული საკვებია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა და კონსულტირება საკვების გამოყენებაში. აწარმოე საქართველოს ფარგლებში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა. დღეს თბილისში კომპანია ნუტრიმაქსის მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვები ქარხანა გაიხსნა. საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოამარაგებს. კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს კომბინირებული საკვები არის უმაღლესი ხარისხის, დაბალანსებული არაქიმიური პროდუქცია. ამასთან პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა საკვების გამოყენებაში. კომპანიამ სულ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოში 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ქარხანა წლიურად 50,000 ტონა კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. პროექტი განხორციელდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის Throne Nutrition-ის სპეციალისტთა ჩართულობითა და პარტნიორობით.
ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ იქნება არაფრისგან, ნოლისგან, აი ამ ხელა შესაძლებლობები, რეალურად ეს არის 5 მილიონზე მეტი ინვესტიციები, ეს არის ახალი 50 სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნა და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის საწარმო, რომელიც არის იმპორტის ჩამონაცვლებელი და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო. დღეს კომპანია უკვე აწვდის საქართველოს ბაზარს პროდუქციას, აწვდის სომხეთის ბაზარს პროდუქციას და აპირებს რეგიონში გაფართოვებას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით 152 ახალი საწარმოს გახსნაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერი პროექტების ფარგლებში გაიხსნა საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მაღალტექნოლოგიური საკონცერნოების კომპანია, რომელიც მთლიანად მეცხოველეობის განვითარებას ქვეყანაში ხელშეუწყობს. ჩვენი კომპანია შეიქმნა 2009 წელს. ჩვენი თავით ორიენტირებული ვიყავით მცირე და საშუალო ფერმების მხარდაჭერაზე. დღეს ჩვენი კლიენტების სპექტრი მოიცავს როგორც მცირე და საშუალოს, ასევე უკვე დიდ ფერმერულ მეურნეობებსაც. ჩვენ ვაწარმოებთ მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეთევზეობის პროდუქტებს. და გვინდა რომ ეს პროდუქტები მივიდეს ყველა მომხმარებელთან, რადგან ჩვენ მიგვაჩნია რომ მხოლოდ პროდუქტებით არა, ჩვენ ცოდნის მიტანითაც ვცდილობთ პროდუქტები ჩვენი კლიენტების, ფერმერების მხარდაჭერას. ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ, შეიძლება ითქვას რომ ჩვენ რეგიონალური კომპანია ვართ, ჩვენ ვართ ჰოლანდიური ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფის Tron Nutrition High-Feed-ის წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ რომ ამ კომპანიასთან ერთად განვავითაროთ ჩვენი სტრატეგია, რეგიონალური სტრატეგია. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ლევილის მამულში ქართული კულტურის ცენტრი მოეწყობა. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის მართლაც ისტორიული მოვლენა. ასე დაიწყო პრემიერმა 30 სექტემბრის მთავრობის ხდომა. გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტს მამულთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისივე თქმით, გათვალისწინებულია ლევილის მამულის ბაზაზე პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის მოწყობა. შეგახსენებთ, რომ ლევილის მამული საქართველოს 23 სექტემბერს გადმოეცა. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის მართლაც ისტორიული მოვლენა. გათვალისწინებულია ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია, სადაც იქნება შესაძლებლობა, რომ იყოს ისტორიული სამუზეუმო სივრცე, იყოს საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და აკადემიის ფარგლებში იქნება საშუალება, რომ ქართველმა მეცნიერებმა დაყონ იქ გარკვეული დრო, იქნება კვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის განსაზღვრული სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი ასე ვთქვათ, ოთახები, სადაც საშუალება იქნება, რომ დარჩნენ და იმუშაონ საფრანგეთში და ეს ძალიან დიდ მნიშვნელობა, ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-11 წლების განმავლობაში განხორციელდა. სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მინდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტრევი ქარხნის მინდებარე ტყის მასივში, სოფელ საგურამოს მინდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში, ასევე თბილისში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის და მუხათგვერდის სასაფლაოს მინდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. მათ შორის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების, ხელის ტყვიამფრქვევის, კარაბინებისა და სხვა იარაღისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული გამოსაყენებლად ვარგისი 4409 ცალი ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და ნავთქორცნისათვის განკუთვნილი 10 ნაღმი.
42 ერთეული ელექტროდეტონატორი, 12 ერთეული MD ტიპის დეტონატორი, 4 ერთეული კაფსულ დეტონატორი, 3 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარდყორცლი, 38 ცალი მჭიდი, ტროტილის 40 კოჭა, 40 მმ-იანი ლულის ქვეშა ყუმბარდყორცლისათვის განკუთვნილი 37 ერთეული VOG 25-ის ტიპის გასროლა და M79 ტიპის ყუმბარდყორცლისათვის განკუთვნილი 5 ერთეული გასროლა. როგორია პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვა. ამ თემაზე მწვანე ალტერნატივა მრგვალი მაგიდა გამართა. როგორც მწვანე ალტერნატივაში აცხადებენ პოლიტიკურ გაერთიანებებს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში გარემოს განვითარების ხედვა არ აქვთ ჩამოყალიბებული. შეხვედრაზე მოწვეული იყო ყველა პოლიტიკური გაერთიანება, თუმცა საკუთარი გუნდის ენერგოსექტორის განვითარების პროგრამა მხოლოდ 3-მა წარმოადგინა. თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა. როდესაც პარტიას არ გააჩნია ელემენტარულად ენერგეტიკული განვითარების ხედვა, ეკონომიკური განვითარების ხედვები, რბილად რომ ვთქვათ, არის აბსურდი, იმიტომ რომ ენერგეტიკა არ დგას ცალკე სექტორად. ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას. შესაბამისად, ენერგეტიკის სექტორი უნდა განვითარების არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოხდეს იმ ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელება, რა პრიორიტეტებიც აქვს დაგეგმილი პარტიას. ამიტომ ცოტა სასაცილოდ მოჩანს, როდესაც პარტია ერთის მხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრობს, მაგრამ არ გააჩნია ენერგეტიკული განვითარების ხედვა. Ჩვენი შემუშავებული ენერგეტიკული პლატფორმა ითვალისწინებს მწვავრი ღონისძიებების ერთობლიობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ენერგეტიკულ პოლიტიკაში დღეს არსებული არათანმიმდევრული და ერთგვარად ერთიანი ხედვის არარსებობის პრობლემა უნდა აღმოფხვრას, შემუშავდეს ერთიანი ენერგეტიკული სტრატეგია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტიანობა ქვეყანაში. იმისათვის რომ მიღწეული იყოს ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე მიღებული იაფი ენერგიის წარმოება, ამისათვის საჭიროა კანონმდებლობაში იყოს გაწერილი ლიბერალური მიდგომები ენერგეტიკის და ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც დაფუძნებულია როგორც ოჯახის ადამიანის მიერ ენერგიის წარმოების გაყიდვასთან და მის რეალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე მუნიციპალურ დონეზე მის ათვისებასთან. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. მოსკოვი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ ექსტრემისტების წაქესება დაფასებს. როგორც BBC წერს, გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, სირიაში სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში ექსტრემისტები ძალაუფლების ვაკუუმს გამოიყენებენ და გააფართოვებენ ოპერაციების არეალს, რაც რუსული ინტერესებზე და შესაძლო რუსეთის ქალაქებზე დარტყმებს ნიშნავდეს. ამაზე sapasუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაპკოვმა განაცხადა, რომ ექსტრემისტებისთვის ეს არის ცუდად შენიღბული მიწვევა, გამოიყენონ ტერორისტული იარაღი რუსეთის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში დამატებით 600 სამხედროს გააგზავნის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. მისი თქმით, დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალბადი შეთანხმდნენ. როგორც კარტერმა აღნიშნა, ერაყული მხარე სთხოვს ვაშინგტონს გაგზავნოს სამხედრო ინსტრუქტორები იმისთვის, რომ ერაყელი ჯარისკაცები ქალაქ მოსულის ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაციის ჩასატარებლად მოამზადონ. პენტაგონის ცნობით 600 ამერიკელი სამხედროს გალაგება მოსულიდან 65 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე იგეგმება. ამჟამად ერაყში 4565 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრათივიმ და ზოოკლუბმა გავრცელა. 12 წლის ბიუ გრეივსი კი მილიონერი გახდა. მან ეს უდიდესი თანხა დარტსში მიღწეული წარმატებით მოიპოვა. ის სპორტის ამ სახეობაში პირველი ქალი მილიონერია. უცნაური შემთხვევა გადაიღეს ვიდეო კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მამაცმა ლეკმა 3 ლომის ბოკვერი ხორცის ნაჭერთან არ მიუშვა. ის გამეტებით იცავდა თავის ნადავლს გარეული ცხოველებისგან და მათი ტერიტორიიდან გაანდევნა შეეძლო. სოციალურ ქსელში ვიდეოს 75 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ახლა დღის სხვა ამბები. ქეთი მელუა ახალ სიმღერას აქვეყნებს Dreams on Fire, ასე ქვია სიმღერას, რომელსაც მომღერალი გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ასრულებს. სიმღერის მელოდიის ავტორი თავად ქეთი მელუა, სიტყვები კი Don Black-ს ეკუთვნის. სიმღერა მელუას ახალ ალბომში In Winter-ში შევა, რომელიც 14 ოქტომბერს გამოვა. ფრანგულმა გამოცემამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები მამუკა გორგოძე და შალვა სუთიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. გამოცემა ყოველკვირეულად ორივე ფრანგული ელიტური ლიგის სიმბოლურ ნაკრებს ქომაგების ხმების მიხედვით ადგენს. მეექვსე ტურში ტოპ 14-ის და პრო დე2-ის მე-15 ტურში ორი ქართველი მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩი ტულონმა კლერმონს 23-21 მოუგო. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მამუკა გორგოძის ლელო მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, რომელიც ბერნარმა გარდასახა. შალვა სუთიაშვილის ანგულემმა კი შინ მონტობანს ძლია. ახლა ამიდი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანით და გემშვიდობებით ორშაბათამდე. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სიახლეზე, მაგთისაც და მაი ვიდეოზე. ნახვამდის.